ნუწვალებ ქაჟმა და ნუწრიალებ მატლივით ვერ მოიგებ მაინც გასაგებია ვერ მოიგებ ჩემო კარგო როგორ მჯობნის და შენ არ ალაიქებ და ისე მჯობნის როგორ მჯობნის რა ვიცი ნიკარტ ჩემო კარგო გაცვალე თან მოგიტყან დედის ტრაკი მადლობა ყველამ ალაიქეთ ყველამ თითები დაარტყით ეკრანზე დედაშეს ვენაცვალე მე მადლობა სოფია თითები გაგიზა ვაფშე ლაიქი არ აგებს რას მელაპარაკე ვაი მე კაი არი ნერვიულო არა სხვას ველაპარაკები რაღაცა შტენარი აი რა არის გული დამეწვა ეხლა ქაიშმა საწავიდა ეს სიმპათიური ბიჭი რომ გადაგებია პირველი ყოველი ხოდა ეგეთი გული მოგიტყან ჩემო კარგო როგორი გულითაც დაწერე ეგ რაღაცა ყლეობა ტექსტი ყველამ ალაიქეთ მადლობა ნინომბერისთვის ყველამ თითები დაარტყით ეკრანზე ხალხო tap to the screen everyone დოდი всё მე და შეშო დამთავრებული არის მეგობრობა ნო ყველა გული არ დამიწერო მადლობა სოფია რატო შენ და დოდის შორის შავმაკატამ გაიბინა აბა ეხა ადამიანი რომელიც იმას ამბობს რომ ჩემთვის მიუღებელია ტრანსგენდერი ქალი რანაირად შეიძლება მეგობრო იმასთან გემეგობრებოდა და რას იზარდა შენ რაში გაინტერესებს რა გაინტერესებს კაცო გემეგობრებოდა რა თქმა მეგეთ მეგობრობა რანაირი არის ერთ ხელით მოგეფერო და მეორე ხელით დანაჩაგარტყა ზურგში არა არ უნდა ჩაგარტყა ზურგში შეიძლება რაღაც მიუღებელი იყოს შენთვის კი ბატონო გეთანხმები მაგრამ თუ კი მიუღებელი არის ეს ყველაფერი შენთვის ხო ანუ მაშინ საერთოდ რატომ უნდა გქონდეს რაიმე სახის ურთიერთობა ჩემთან ადამიანთან უბრალოდ ვერ ხვდები შენი საქმე გაქვს შენი ცხოვრება მაქვს მე ჩემი საქმე მაქვს ჩემი ცხოვრება მაქვს მე შენ ცხოვრებაში არ ვერევი არც არასდროს ჩავერევი და არ ერევი და ეხლა თან ცხოვრებაში ანუ შენზე კი რა მაქვს საუბარი არც არავის ცხოვრებაში მაგრამ იმ მეგობრობა რა ჩემ ცხოვრებაში არავინ არ უნდა ჩაერიოს ანუ თან მე მეგობროს უნდა თან ავადმყოფად მიმიჩნიოს მაგრამ არა ავადმყოფად არა როდის მე ეგრე ლაპარაკობდიო იმ დღეს ლაივში ლაპარაკობდი ეგრე მადლობა ნათიკო მალაიქეთ ყველამ თითები დაარტყით ეკრანზე ხალხო يلا حبيبي იკონა მარიამ ჯიგრები ხართ ერთი ვარდი ორით ერთს ვაგებ tap to the screen თეთრი გული მადლობა მარიტა მადლობა გულო ყველა მალაიქეთ ერთი თორს ვაგებ tap to the screen ჩემი პაპაიე მოვიდა პაპაიე 12 ევროს პაპაია თუ პაპაიე მადლობა მეგობრებო ალაიქეთ ყველამ X3-დან ძმობას გაბიცებთ 100 კაცი ხართ რა დონ ვინჩენცო მარია მადლობა მეგობრებო მოგო შენ არ გახსოვს რა ილაპარაკებდეს ლაივში მოდი X5 მა გულო დონატები არა თუ გინდა მადლობა მიციანებს მოისვით რა ძმურად რა ვერ თქვენ მადლობა გიშველის ვერაფერი მაინც უხი დაგდე აკეთო ვერ მიშველის ეგრევე გაახუთმაგა მარიტა შენ დაგეწამლე გულო უხრმესი მადლობა დიდა ცამრეიო მეგობრებო მიხუნა მადლობა მარიტა მადლობა ოპანას კარი გაუბანესი კარგა ეკადა მაგალითები მაგ მოუწყან ერთხელ სამსავათო დავაი და სატრიზათა აკიძან და აკიძან აკიძები თავშეშები გადაუსწრებთ რამწრობა ჩენ დაგეწამლე გულო მეია აგედა წოფი გადავაგდე გუში მოიცი ჩემი გაინიკალაი ხელი გავიგრიჯი არ ყოფილა იქ ხუმრობა და ძაგება მოგევლე მე ამე დაუშვა კრალი სიმსარი მადლობა ყველას ეხო გაგულო ერთი ხელი მაგიდე მოსაგები ჩემი გაი ლიკუნამას დაუშვა მარიტმას თქვენ დაგეწამლეთ მე სიმონ რა მე რეკალო იარა გოგო ვინა მესროლა ჩემი გაინიკალა
ნერვებს ნომიშლი კაჟმან. თუ ხიდაგდე სელენ გულო. თუ ხიდაგდე. მე რა იყო? ლურტი ადგილი. მიგებდი მაშინ. ნერვებს ატომში ხოლმე. მოგი დიდი სიყვარულით მოგიყვები აქედან. იყვარხარო, სულ ყველასო. ვის კითხულობე? ჯერ მოგიკითხეს. ჩემგანაც მოგიხები. კარგი ადამიანიაო, კარგი. ხაშურელი ნადირია და ხაშურელი ნადირია ნამდვილი სახალხო არტისტიო და ჩვენ მაგის მხარეს ვართო. არა იგიგე ყვახი. რაის ნადი. შენ არ მოგიტყდა კარგი ხრაკი ეხლა თუ ხიდაგდე გეუბნები ნერვებს ნომიშლი უყურია მას გათავხინა ხლა. მადლობა მითხარი ორი ხელის მოგებით საშუალება რომ მოგეცის. უი, ხوار დაგავიწყდა გუშინ რაგიგე, გუშინ წინ იმის წინ. როცა ვიგე ფუნდა იბლატაო, მაროგო, მარვარდა, მარაუნქა, აი ესე მიგასვი თუ არ სიმონ. დრომიცა სტალის. 1000 ერთხელ ყოლა. ერთ ლიკუნას ერთი მარ. 1000 ერთხელ ყოლა იგებს. 1000 ერთხელ წნერით ყავდება შენ და კეთო ეს რა სიტყვაკი. თუი. 1000 ერთხელ ის ყავდება შენ გიდა თქვა. ხანა ხაშურული ჰაერი დამკრანს ხოლმე ძილა კიფაში და გოგო სელენა ყლურწე გიყვარს? ეგ რა არის? აირანი ყლურწე, მარიტა შენ დაგეწამლე მე, სიმონო. ის მეტი აღარ ორმაგდება, გულო მარტო 1-2 მაგდებოდა პირველი შენ შემოგევი. მოდი. ვაიმე, ძახიხლა, ვაიმე. შენ დარჩებოდი გაღიმებული. ასი კაცი ხარ, ყველა მშვიდები და მეორეც საკუთმაკებული. მესამეც აფანა, სარიკა, ომანესი, კარიკა, თუხიდა. ამივე გაახუთ მაგა? აიგა ჩემო რა ხარ? ამივე გაახუთ. ვარ და კოკა-კოლა. ამივე გაახუთ მაგა, მერც პიცა ვარ. მაგარი ხუთი მარიტა გულო. მისი დაერია უყური, ჩემი კაი ნიკოლაი, აუ შეგენა ცვალე მე ისი რა ხელა ხუთს მაძლევ ეხლა მაგ. ხარია. ეს გამიხარდა. გამიხარდა სიმონ გამიხარდა. თაშე რომ გიგებ გამიხარდა ყველაზე მეტად სიმონ. იძახე. სელინა. ამოგდე თუ არა? ლაგამი. ყველა მალაიქე თითები და აკრით ეკრანზე მარიდა შენ გენახალე მე უხარმესი მადლობა. აი Che boccarilissimo sei chiuso un margine. Oh, which is out. ხოთრებდა შევისწავლა. ამოდე ძმაო. მილამ ალაიქეთ, ყველა მთითები და არტვით ეკრანზე, რაც თავარია ცოცხი აღარ ვარ. გადავაგდე. ყველა მალაიქეთ თუ მინდა, ბაზარი არა. 144 კაცი ხარ თითები და არტვით ეკრანზე. ეს უკვე დავასვარკავე თქვია ამას. რაო, სელენა, რა მოგივიდაო, რა ხდებაო? კიდე გინი გახსოვს გუშინდელი რამეო? მოგდეთო ლაგამიო, მოგდეთო და გაგტყიბეთო? მიგასვითო? ვავეჯე დაბოთხოთი თქოთი. რაიო, გვაქინა ზურა ვიტყრა რაიო? არა, ბობოს უთხარი. გენაცვალე უხარმესი მადლობა და გეწმლე მე ნახე რამდენი ისინი მეცრონა ბიჭო რა კუშკებით რა ქვია მაგაზე
რა გუშკები დედა. მოდი აქ. მოკლედ ეხლა როგორც ნაროდნაია შლუხას ნაროდნი არტი მომიშლი. მოგცემ ბოლო შანს. ოღონდ მომისმინე ამ ხერ თუ მოგიგებ როგორც გუშინე მე ვაღიარე რომ გუშინ იყავი ძლიერი და შენც იგივე ფრაზას გაიმეორე ბრაცე გუშინ. რომ შენ არავინ არ ხარ, შენ ხარ ნოლი და მე ვარ აქ. ნაროდნი არტის პრუზი. ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე და ასე შემდეგ უდისმობის გარეშე თორე ვიღაცას მოეწყება კარგი სტრატი თითები და ლაიქეთ X-ები მოგწა თითები და არტით ეკრანზე ლაიქ 142 ადამიანი სადახართ ჩემო მილიარდელო მეგობრებო შემოდით ოპანა სარიქა ომანესი ხარიქა ყველა მალაიქეთ ქაქცეულებო სადახართ უნაზე შენ ხო მოგცა X5 შენ ხო გაქვს ყველა მალაიქეთ თითები და არტეთ ეკრანზე და ლაიქეთ გააზიარეთ ტაპ-თუზე სკრინ მარიდას იმედზე არ იყოთ ხალხო მარიდა გავიდა უნდა ვალაიქოთ ნუ დაელოდებით მხოლოდ ერთ ადამიანს ნუ შეაწყდებით მეგობრებო ხელებში თითები და არტით ეკრანზე 165 კაცი ხართ და 78 ქულა მაქვს როცა უნდა გქონდეს 450 ქულაზე მეტი ალაიქეთ მადლობა ვანგიარდ საჩუქრისთვის მაგ ხორთუმი ყველა მალაიქეთ თითები და არტით ايوه شدوا لنا تكبيس الله لا يهينكم وابو متعب لو انه حاط الشير بعد زاد العدد حاط الشير وش الشير؟ هذه الحقيقة الحين من اللي منزل بوابة؟ لا انتم بيض الله فيك توني اشوفه لا افطرت يا مرحبا اللي طبع عبود منور شو اسمه افطرت والله افطرت يا من اللي سالني يوسف افطرت عند امي عليكم السلام منورين الموجودين شدوا لنا التكبيس يا شباب ما انت على البوابة ورثونا يا حبيبي صندوق لا أنت هناك أبو متعب الحين ولا هنا حولنا ولا؟ لا قدني قريب والله بالله لا انت لورد على البوابة اي انا قريب قدني حنين تعالي قستو حطي عصامك اشارة المزرعة هذا ليش يعطي وجه عابس يلا مع السلامة სიმონ დაგვეციეთ დავეციეთ მე მგონი ბოლო ხელიც მოვიგეთ მარიდა გულო შენაგან გრუბელი 23-ზე დაუდე გრუბელი ვერ დაგვიდა ხოლმე რა ანგანიშნებით შენს პილოები გესროლოთ მე აკი რა კუშკებს მე შეერასე დავადებ დავიდებ კურზე მოვისმენ ზღვის ხმასა მა ხალე დილას პირდი ვარ ქობულეთში ლახასეთლი უნდა უკიდო სიმონ აჰა მე რა იქ ნამდვილებს დაიდებ ყურზე ო მარიტა სად დიდი მადლობა ლიკუნა უღრმესი მადლობა გოგო ის არის რა ქვია ერთი ლაშა არის კომპლექტელი ბიჭი ელექტროეტრის ფული მოუგროვეთ და ხალე უნდა წავიდე უნდა უკიდოთ აჰა ეგ რა კოტრიალებ და ისი კალიასკას ხელიცა კოტრიალებ კალიასკას რა და აგერ ხალხმა ხალხმა კეთილმა ხალხმა რაღაც თანხები ჩაუვარდა 5000 ლარი და
გაივლის გამეივლის თვალსყარს დაალევინებს ხოლმე ცოდვას. მე-9 კლასიდან მასიათ ხოლმე 36 წლის ბიჭი, წარმოვიდი. სახელმწიფო არ ყიდულობს ხო ეკლებს, თეთ რასაშინელება. არა, სახელმწიფომ, კაროჩე, ეგრო გიყი, აგერ არის მოვიდა. ეგრო გიყიდო სუღურე, წარმოიდგინე ბიჭო, ამა დედა შევეცი მე. ელექტრო ეს სახელმწიფო სახელმწიფო გიყიდოს, მარიტა შენ შემოგევლებ. აი წერხემო თუ ეს ბიჭი მოწყვეტილი, გზნობა არა. ახო თუ რომელიმე ხელსაც ვერ უნდა გზნობდეს, არ უნდა ამუშავებდეს. ანუ დედა უნდა კონდეს კაც მოწმული, რომ ის ეთელი არ გიქონდეს, და წალი ხელი უნდა გიმუშავებდეს. თქვენ დაგეწამლეთ, შეგენაცვალე, ვინ თქვენ სუმარიტამ რამდენიმე წროლა გმერც ფიცა ვარ. ნეტა თუ არ დაგეზარა, გოგო რასი წახი, ჩემი კარგი მოთან შეხვდი რამდენიმე. მადლობა ინიკო, გაეთხია ამ შალენ ეროებზე. რა უნდა მითხრა? მიდი ნახვი. შენ კეთილებს შევეცი მე, დილა შუადღე საღამოს გარდი გართმო მაღლიდან, დაბლა დაბლიდან, მაღლა კვერდიდან მარცხნივ მარჯვნივ. აი რასაყოლად კითხა რა უნდა მითხრა ღმერთო თავისი დებმებიან მახეში მეგობრებო ანუ მე კი არ ვიზიდა ანუ თავისი დებმებიან ჩემს მახეში და მე რა თქმა უნდა მეც მე ისე ვიქცევი როგორც საჭირო არის ხო აი მე ვანი მაპატიჩო დარბაზი დამემართა ჭებაბი მონიანო აუ რა ცუდად ამაგთმები ვაიმე რა დედა შეხედე რა ქენს დესმევი ავიქაჩე მაღლა და აი აქ რაც იყო ხო ზედმეტი ისინი გადავჭერი და რო ჩამოვშალე ქალო ეს აჩეხილი თმები ვაიმე დედაია რას ვკიდებდი ხელს საერთოდ ხო ახლა მივალ და აი აქამდე დავამოკლებიებ ხო იამდეს გაიხარ ყველა მალაიხეთ ეგ ერთი 3 დღის წინ დავაყენე გოგო ეგენი მისიაზე რაღაცა ისე აი მას გეუბნები შეხედე აი აჰა აი დავაწექი აუშტო აი გამოგდო რამდენი ხსაც დააწვევი იმდენი წელი წამოვა თუ გინდა ამაზე აჰა დიდი ხანი დააწვევი ოპ ამოაგდებს ისი ბიჭო არ მიგდებს რა თარგიდებს ყველაფერი ეს დედაფეთქი 3 ვარდი გვინდა 121 კაცი ხართ აუ ეგ იმ დღეს გავაძრე მეთქი რა არის ერთი პერიოდი რო დააწვებოდი ტრ და თავის მიდიოდა მერე შეიცვალა ისე 3 ვარდი არა გვაქვს ხალხო ოპარა ორიც ულს აღარ დავდებ აღარაზოს 112 კაცი ხარ თავი არ გამალანძღვინოს ვიღაცამაც მო 5-დან რო აიღებ ვარცა დამეჭრე ციმ ერთი წალი დაიღო მაგის დედავადი ვიღაც დეგენერატი ბლოგერები გამოდიან ჩაწერენ რაღაცა ვიდეოს და იმათი გჯერათ და ვიღაც დაწერის სტატუსების არ შესაბამება კაცო ეგ სიმართლეს გამოაქვეყნა წერილი მან რა ქვია სირის ეკლესიამ სადაც ისინი საუბრობენ რომ ისინი მეგობრობენ მთავრობასთან და აი იმენა ქრისტიანების მიმართ არ მომხდარა ეგ ყველაფერი მოხდა იმათ მიმართ ვინც წინააღმდეგი არის ან მთავრობის როგორც წერია თორე ეს ძველი ვიდეოები ეგენები ძველი ვიდეოები მან ხდება პროვოკაცია უბრალოდ
რა თქმა უნდა საშინელება არის კაცო იმდენი ქალები და ბავშვები ამოწყვიდან მე მას კი არ ვიცახი რომ კაი გააკეთეთ მეთქი მაგრამ ანუ რასაც თქვენ აკეთებთ ეგ არის დეზინფორმაციის გავრცელება და ესე იგი გაღვივება ისლამოფობიის ხო ვიღაც საფრანგეთიდან ტულუზიდან წერს ვიღაცა დეგენერატი ქალი ვიდეოს და ავრცელებს ახლა დეზინფორმაციებს. ვაიმე ეგ რო ვინმე ნახოს საფრანგეთში ხო ეგრევე პასუხს აგებებენ მაგ ყველაფერზე. აქ დეზინფორმაციის გავრცელება ისჯება კანონით სასტიკად. და თან ლანძღავს საფრანგეთის პოლიტიკას. და საფრანგეთში არის და საფრანგეთი ირჩენს თავს. ესეთები უნდა დაარეპორტო გეფიცებთ და დაარეპორტო იმას რა ქვია მიგრაციის სამსახურთან რომ ჭკუა ასწავლონ. ჩემო კარგო, მე არავის არ გევარ, გასაგები არის, მე ვარ ერთადერთი ეგზემპლარი მთელი დედამიწის ზურგზე. შეიძლება ვიღაცები მგვანან, მაგრამ მე არავის არ გევარ, ოკეი? ხო, მე მგავს. ოკეი, მაშინ მისაღები არის. დედა რა დღეში მაგთმები. ვინმე სტილისტი არ ხართ ბრიუსელში ქართველი? ბაბა რას აკეთებ? ტუტუცა. ნახეთ კადრ რანაირი ხვეული თმები მაგ ჩემი. ვაი მიდედაია. ვაიმე ბელგისკი სად ახარ დაკარგული ბიჭო? სად ახარ ხო არ დაოჯახდი ამდენი ხანი რო არ ჩანდი? ონლაინ კონსულტაციას გაგიწევო. რასთან დაკავშირებით? გაანდაანებე კატას თასამავს კატა. გაიხარე ნინი ჩემო კარგო. თმასთან რა კონსულტაციას მე მინდა თმის შეჭრა, თორე კონსულტაცია რაზე მჭირდება? ნუ აბრალე ბობი იყო, არა მუშაობო. აჰა. ძალიან კარგი. სტილისტი რომ იკითხეო. ქვემოთ ამაკ სალონი დედა აგერ ისე ვიკითხე ხვალდილის ჩავალ და ვეტყვი რომელ საათზე მივიდე. ხო და ამებს შევასწორებია ფაქტორი საშინლად არის. 30 ევროს გამომართვენ ქა. არა, არ ვიცნობთ. ვიცოდ და დამავიწყდაო, მაინტერესებს ამითოდ დამავიწყდაო. ძალიან მაინტერესებს საიანიცო ჩემი სახელი. ვაჟა მერქვა ჩემო კარგო ადრე. ვაჟიკო. ვაჟიკოს მეძახოდნენ მეგობრები. რატო აირჩიეს სელენა და არა სხვა ქართული სახელები? არც ერთი ქართული სახელი არ მომწონს. გარდა ბიჭების სახელები მომწონს. ერთადერთი ქართული სახელი მოსე. ვაფშე თუ ქართული ეს საკითხავია. ნუ ერთ გოგო სახელი მომწონს ერთადერთი მედინა. მაგრამ რაღაც მე არ მომიხდებოდა მედინა. და დიდად ეხა ისე გასაგიჟებლად როგორც სელენა მომწონდა, ისე არ მომწონდა მედინა სახელი. ხო ხა მე ნათია არ მომიხდებოდა სახელი მაგალითად თამუნა.
ანუ მე არ მომიხდებოდა ყოველ შემთხვევაში, ხვდებით? შეიძლება ვიღაცას უხდება, მე არ მომიხდებოდა. მე მაქვს დასამახსოვრებელი, ყველა რო იმახსოვრებს ეგეთი სახელი. გასაგებია და განსხვავებული, ისეთი როგორც მე ვარ. ხო მედინა საავადმყოფო ბათუმში მე როგორ ასერჩი ჩემს სახელსო თამუნა არც არ ვერჩი კაცო უბრალოდ იმდენს ქვია საქართველოში ერთ და იგივე სახელი ჩემოკარგო რომ უკვე არანაირი სიმპათიები აღარ მაქვს დარჩენილი ამ სახელების მიმართ ხვდები რაში არის საქმე წარმოიდგინეთ ესე იგი კლასში ერთ კლასში არის 4 გიორგი, 4 დათო და 4 მარიამი და 4 თამუნა, ანუ ეს არის რაღაცა, ანუ ძალიან თითქოს რაღაც ძალიან მეგოიმება, მე ძალიან დიდი ბოდიში, კეშორტს კი არ ვაყენებ, მაგრამ ანუ რა უბედურება რაღაცა ცოტა ისეთი სახელები მაინც შეარჩიეთ. არის ახლა რაღაც ძველი ლამაზი ქართული სახელები, რომელსაც არ იყენებს ხალხი. რატომაც არა? მართალი ხარ მიტო დამერქვა ტანია 25 წელია. ტანია. მაგრამ ნინო ძალიან ბევრს ქვია საქართველოში. სადა ხარ ბელგისკი შენ დედა ერთხელ რაფერ არ უნდა ვნახო ერთხელ რაფერ არ უნდა მოგინეს ჩემი ნახვის სურვილი შეჩათლაშკა მე მაინც მეყვარს გაიხარ ჩემოკარგო ჩვენ რა ვირჩიეთო 35 ლარი ღირს სახელი შეცვლა ჩემოკარგო რა უჯრედო შეიცვალო რამ ბევრი იცვლის სახელს მაგალითად ვიღაცას არ მოწონს ლია რო ქვე და ლიკას ირქმევს პასპორტში პირადობაშიც ანუ ამაში მებრალად სულ რაფს ვერ ხედა არა და რა ლამაზ სახელს გიფუჭებენ რომ ცოტა არ გაიგო მაგრამ ახლა სად ელიზაბეთ და სად ელენა ხო ანუ მე ელიზაბეთს აგიძახებდი, იმიტომ რომ ულამაზესი სახელი არის. ბიჭი სახელებიდან მომწონს ძალიან მოსე და კიდევ ერთი სახელი მომწონს, ოღონდ ვერ ვიხსენებ რომელი იყო. მარა აი მოსე არის როგორი სახელი იცით მამაკაცისთვის აი არ ვიცი მარტო სახელის გამო შეიძლება შეგიყვარდეს სელო არა ბელგია არ გესმით ხოლმე რომ გცემთ პასუხს თუ რა უბედურება არის სელენა მე ძალიან მიყვარს შეიძლება ბანკის ანგარიში იცლება სახელი ხო რა თქმა უნდა შეცვალო მე ყველაფერი ესპანეთში ვცხოვრობ და ჩამოდი მიგიგებ ცოტა ხნით თუ იქნება დიდი ხნით მინდა ჩამოსვლე ცოტა ხანი რა უბედურება დამიწესე დრო ნუ იმიდე და ცოტა ხნითო თან თუ დამბაიჯება დამბაიჯე ხალო კარგად რა ეს შემოგიარო ყავაზე წამევიდე თუ მე თუ ჩამევედი სასმოს ვერ ვიღებ მაგანე იმაზე არ ვიმარჩიელო ახლა 1 საათში გამაგდებ სახლიდან თუ 2 საათში თუ ხვალთქო ჩამოსელე მიკონოშიო ხო აი რომელი ბალიშს მოვაძრო თავი და გამევიღო ფული ახლა რო წამევიდე
საბუთები გააქვს მაქაური უკვე რატო არა მაგ დედა მე როგორც კი ჩამოვედი მეორე მესამე მეოთხე დღიდან საბუთები მაქვს უკვე აქ სულ რაღაცას კითხავ ეპილეფსია მაქვს ჩაბარება ღირს ბელგიაში ოჯახით ორი შვილი მყავს არ ვიცი ჩემო კარგო ეხა ეგ რამდენად შეიძლება იყოს მიზეზი თუ კი მაგალითად ვერ მუშაობ ფურა გინდა ფული მეგის გიმასპინძლებო კომძღოლ ტრაკი მივცე რო წამოვალ მაქანე საბერძნეთში შეძლო მოგზაურობას იაფადო საბერძნეთში ხო მინდა წასვლა ზაფხულში ესე იგი რა შემთხვევაში მაგალითად თუ კი ეპილეფსია ჭირს ყავს შვილები არ გაქარნერ შემოსავალი არ გეხმარება და ესე შემდეგ მაგის გამო არა მგონია მოგცენ ტოლლის სტატუსი რატომაც მეეჭვება ჩემო კარგო ძირითადად უფრო ისე მაინც რა თქმა უნდა არავინ არ იცის ვინ რას გააკეთებს მაგრამ ძირითადად მაინც არ აცლევენ თავისთავად მოგცემენ როგორ არა მაგრამ საბუთის აღება ტოლის სტატუსის აღება რამდენად მოგცემენ ეგ არ ვიცი მართლა საიჭო არ თან აქ საერთოდ არის პრიორიტეტი მაგალითად თავისთავად შუცას ყავს ბავშვები შეიძლება გაგიშვენ ვაფშე სადმე ისეთ ადგილას როვერს გაჩერდე იქ თავშესაფარში ხო აი უფრო მიზეზი გჭირდება მყარი ჩემო კარგო ან გასაუბრებაზე უნდა დაამტკიცო თუ რატო ვერ ცოცხლობ კი არა რატო ვერ იმაშვები რატო ვერ ჩერდები საქართველოში რა არის ამის მიზეზი რა საფრთხე გემუქრება იქ რა საფრთხე ემუქრება შენს ჯანმრთელობას და ანუ ძალიან დეტალურად უნდა აწყო ყველაფერი და ძალიან უნდა დაუმტკიცო ამათ რომ შენ ქვეყანაში რომ დაბრუნდე იქ უბრალოდ ვერ იარსებებ ხო და რთული არის კარგად შენ როგორ ახარ აი საფრანგეთში მაგალითად ბარდებიან მაგ მხრივ მაგრამ ისეთი პაციენტები ბარდებიან ვისაც მართლა ჭირდებათ ისეთი მედიკამენტური დახმარება რომელსაც და ოპერაციები რომელსაც საქართველოს არ აფინანსებს და არ ეხმარება საერთოდ და ეგეც კიდე წვალობენ სანამ აიღებენ საბუთებს გაიხარეთ ჩემო კარგო რავი ყველგან მკითხულობ ხოლმე სადაც შევესწრები თუ მაქვს დრო მესიჯებს შემოკარგო სამკურნალო გააჩნია რა ჯანმრთელობის პრობლემები ეხლა კაცო ყველას არაძლევენ ეგრე არ არის ხალხნო ნუ აიმედებთ ხალხს ტყუილა და ნუ ჩამოყავთ ამ ხელა გზაზე არ შეიძლება ეგრე წინასწარ უნდა გაარკვიო ყველაფერი ადამიანმა წინასწარ უნდა გაიგო იქნებ ვინმე არის შენი მიზეზებით ჩაბარებული როგორ აიღო და ესე შემდეგ ესე აუ ყველას იბარებენ ვისაც მკურნალობა სჭირდება არ არის კაცო ეგრე ჩამოდიან მე ის ადამიანები და ზოგს კარავში ძინავს და ზოგს კიბეს ქვეშ ძინავს ხო სამკურნალო გელოდება ლაივში ვინა სამკურნალო გამარჯობა მე ვამბობ სერიოზული ჯანმრთელობა თუ აქვთ ხო აი მეც მაგას ვამბობ აი ისეთი რომ ესე იგი საქართველოში არავინ არ ეხმარება და არავინ არ აფინანსებს მათ მკურნალობას მაგ შემთხვევაში კი ვინ ჩავთქვას დამაყენეთ დამასვენეთ მე რა ვიცი ვინ არის ეგ მადლობა შორენა ვინ არის კაცო ეგ და შევეს
ხიც გადიან აქ. არა მარტო აქ საფრანგეთშიც, აქაც და ძალიან ბევრ ადგილას. სიმსუნა გოგო მაიღო ორწლიან პოზიტივი და სამწუხაროდ აქ გარდაიცვალა ხალხის აძლევიანო. აი მე საშინელება არის. ძალიან ცუდ დღეში არის ხალხი და ესა რა ქვია, ვისაც მართლა უმართლებს და თავში საფარშიც არის და რავი, ქუჩაში არ უწევს წოლა, ისინი კიდე უკმაყოფილოები არიან პირობებით. არა და ამ დროს გარეთ ხალხი იყინება ამ სიცივეში და შენ კიდე უკმაყოფილო ხარ იმით, რომ დასაძნებელი მაინც მოგცენ. არ შეიძლება ეგრე. და კიდე არ მესმის იმ ადამიანებს, ვინც ჩამოდიან და ესე იგი ჩერდებიან აქ 2 თვე, 3 თვე და ვერ გავძელი, უნდა წავიდე. კაცო თუ არ იყავი მზად რას მოდიოდი? შვილ, აქ არ უნდა დაიკავო ადგილი ტყუილა, ხვდები? იმიტომ რომ შენ რო იკავებ ადგილს თავშესაფარში ტყუილა და გძინავს იქ, ამ დროს ვიღაცას, ვისაც მართლა სჭირდება აქ თავშესაფარი, ქუჩაში იყინება კიბის ქვეშ. მე ვერ ვჩერდები აქ და რას მოდიოდი თუ ვერ ჩერდები, კაცო, არ ქონდა ინფორმაცია, რომ აქეთ არ არის ადვილი, ეს რა ქვია, რა დამწერა გვამბერძნულად. არ არის ადვილი ეს ემიგრაცია. მადლობა ჩემო კარგო. რანაირად იხურება, აბა სამდე წავდეს ეს ხალხი. მადლობა მარი. არა მგონია დახურონ ეგენი. მე მგონია რომ არ დახურავენ. ეგ დაიხურება იმ შემთხვევაში თუ კი რადიკალები მოვლენ მთავრობაში. შენთან მინდა რომ ახლოს ვიყო. და რა აქვს? მოდი ჩემო კარგო. მადლობა მარი. კალისპერა ჩემო კარგო, ტიკანის მორომო. აჰა, გასაგები არის, მივხვდი. ხო და ამიტომ კაცო თუ არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებლები, ნუ მოდიხართ. ნუ იკავებთ ტყუილა ადგილებს. იმ ადგილს გამოიყენებს ის ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება და მეტი გამოსავალი არა აქვს, აქ უწევს არჩენა და ზოგს პარკში ძინავს ღამე, ზოგს ტუალეტში ძინავს, კიდე ღამის ტუალეტები რო არის, იქ შედიან და იქ ათენებენ, ძალიან ბევრი არის ეგეთი. ხო და შენ ჩამოდიხარ აქ და ესე იგი, აი დავისტრესე, აი მე რას ელოდებოდი, ეხა თავშესაფარში 5 ვარსკვლავიან საზრმოში გაცხოვრებდნენ და ესე იგი მენიუ გექნებოდა და ესე იგი ყოველ თვე 1000 ევროს მოგცემდნენ. აქ ვინც ჩამოვედით და ვინც ავიღეთ ლტოლვილის სტატუსი, იმდენი რამე გვაქვს გავლილი, რომ საშინელებები. ეხა მიიღო ჩემო მეგობარმა პოზიტივი და გადაუშვენ სოციალურ სახლში. მადლობა პასუხისმგებლობამ და გაფისებ გაიხარეთ ჩემო კარგო. არ შეიძლება მეგობრებო ეგრე კი რა თქმა უნდა მესმის მე თქვენი აქ რო ჩამოდიხარ მეც ეგრე ვიყავი. ანუ მეც გავბრუნდებოდი უკან, მაგრამ მე გავბრუნდებოდი იმ დღესვე უკან. მადლობა ირაკლი, ჩემო სიმპათიურო. მე როცა გავიარე რეგისტრაცია, ჯერ პეტი რომ მივედით იმ ციხესიმაგრესა და რომ ჩამოვედით სამივე ტაქსიდან მე და ჩემი მეგობრები, რო დავინახე ეს რიგი, ანუ ცუდად გავხდი ხალხნო. მართლა გეუბნებით, უცებ თავი წარმოვიდგინე, აი ფილმში რო არის, ხო იცი? მადლობა სალო, აი ეს ტოლვილები რო გადაყავთ სადღაც სხვაგან ბანაკში რო უსაფრთხოდ იყვნენ იქ. აი დაახლოებით ეგეთი სცენა. ხო რაღაცა იქ რიგში ვიდექით, რაღაც ფურცელი მოგცენ, ამერ შევედით იქ რაღაც, აი გეგონდება რაღაც, აი ხალხი არ ვიყავით, ხვდები? რაღაც ცხოველები, რომელსაც დანომრვა ჭირდებოდა. აი ეგეთი შეგრძნება მქონდა ზუსტად. ხო და ეხლა ვფიქრობ გულში, წავიდე, არ წავიდე, წავიდე, არ წავიდე, წავიდე, არ წავიდე, წავიდე, არ წავიდე, წავიდე, არ წავიდე. სულ ამას ვფიქრობდი. დილას 9 საათზე შევედით და 5 საათზე მორჩით რეგისტრაციას.
გაღენ კარები ამ ციხეს სიმაგრის უკვე რომ მორჩები მადლობა ჩემო კარგო მე როგორ შედიხარ ამ ციხეს სიმაგრეში და გაღენ კარები და დიდი ეზო არის ამ ციხეს სიმაგრეზე შეიმჩნეობებზე სულ მწვანე ბალახები არის ასული მაღლა და ხედავ ხალხს სომალიდან, სირიიდან, ირანიდან, რა ვიცი, ავღანეთიდან, იმიდან, ამიდან და განსაკუთრებით ჩემზე იმოქმედა სომალელმა ქალებმა. აი, როგორც კი შეხედავ, თვალებშივე წაიკითხავ თუ რა ტანჯვა აქვს გამოვლილი, ხვდები? როგორი ნატანჯი არის, თვალებშივე ამოიკითხავ, ქალები გინდა, ბავშვები გინდა თვალებშივე ამოიკითხავ რომ ის ხალხი არის ნატანჯი და უცებ შენ რაღაცა შედიხარ იქ ხედავ ამ ყველაფერს და ჩემ თავს ვეკითხები რა მინდა აქ მადლობა ჩემო კარგო აი რა მინდა მე რა ჩამოვედი აქ მე დღეში საქართველოში მე მგონი 100 ლარს მარტო გლოვოში ხარჯავდი მადლობა ლიკა დღეში სამჯერ ვიძახებდი საჭმელს ხო მე არ მქონდა ეს გაჭირვება რომ სადღაც თავში საფარში მეცხოვრა მე იქ წაგვიყვანენ და ლილოს ჩანთები რო არის ხო იცით ლილოს ჩანთები ჭრელი ჩანთები მაგაში ჩაკრილი შამპუნი საპონი ტანის შამპუნი ბალიში და ადიელები მოგცენა ომში რო ურიგებენ ხალხს ხო იცით ხო და მე ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ მე არ მინდოდა შემემჩნია, იმიტომ რომ არ მინდოდა ენერგიულად ჩემს მეგობრებს, ხო? ამიტომ ძლიერად და მყარად ვიდექი და ვინარჩუნებდი იუმორს და ვღადაობდი ამ ყველაფერს. ერთადერთი იმაში გაგვიმართლა, რომ ჩვენ არ შეგვიყვანეს საერთო საცხოვრებელში და იქ დაყოფილი არის შენობები და ერთი შენობა, ერთი კორპუსი ეკუთვნის ოჯახებს, ვინც ოჯახებით არის მრავალშვილიანი ბავშვებით არიან. მაგათ უშვებენ ხოლმე იქ და იმ კორპუსში შენი აბანო და ტუალეტი გაქვს. თორე ისე ამდენ ხალხს უწევს ერთ აბანოში და ერთ ტუალეტში გვერდ-გვერდ არის შესვლა. აგვიყვანეს სადღაც მესამე სართული იყო, თუ მეოთხე სართული იყო, მეოთხე იყო მე მგონი ხო, თუ მეხუთე იყო, მეოთხე. ბოლო სართული იყო. შეგვიყვანენ რაღაც ოროთახიან, ორი საძნებელი იყო და ერთი დიდი მისაღები იყო, აბანო ტუალეტი ცალკე იყო. სავადმყოფოს გავდა შიგნით შევედით. ხო და აქ იქნებით თქვენო და ნუ ხო რაღაცა კაი ჯანდაბას ახლა ვინ რას დაეძებდა მთავარი იყო საერთოში არ შეგვიყვანა საერთო საცხოვრებელში. მერე ჩვენ არ ჩავდიოდით საჭმელს არ ვჭამდით მანდ, იმიტომ რომ როგორი საჭმელები იყო იცით, აი რავი ანუ ერაფერს გემოს ვერ ვატანდი, მართლა ხანდახან იყო კაი რაღაცეები, მაგრამ ძირითადად არაფერს გემო არ ქონდა. და ჩოკლეტლობით გარეთ სენდვიჩებს და რაღაცებს ჭამდი და მე ფული რო გამოგველია, ხო, ეხლა გაჭრობა მანახე და გაქცევას განახება, მე კი დავიწყეთ ჭამა. 21 დღე ვიყავით მანდ. მე ერთხელ შოუს კი დავდგით, იმიტომ რომ წესით უნდა გავეშვით მალე მაქედან. ანუ რამოდენიმე ერთ კვირაში განაწილებენ ორ კვირაში მაქსიმუმ და ჩვენ ძალიან გაგვიწელენ, იმიტომ რომ ვეჩხუბეთ სოციალურ ასისტენტს, ხო და დაჟე პოლიციაში აპირებდა ეს დარენკოს. მოუწყვეთ ტრანსების შოუ. ხო და ისა ჩემ მეგობარს ვეუბნებოდი, მეუთხარი გაჩუმდი, მეუთხარი ამას ვეუბნები, ეს ვერა, მეუთხარი წამლებს მეთქი მაშინები. ხო და იმაზე ზეშინოდა და კაი, yes, madam, yes, no problem, იზახოდენ. ხო და 21 დღეს ესე იგი იმას რა ნაწილებენ, რა ქვია, საქონლებს ისე ჩაგვაყენენ რიგში და დაგვიძახენ ჩვენ და შევედით და ისაო არ თქვა თუ არსადო თქვენო სოციალურ სახლში გიშვებთო. გაიხარ ჩემო კარგო. კარგად ჯუნგლი შენ როგორ ახარ? ხო და ვაიმე ეს გაგვიხარდა ღმერთო, გამოიძახენ ტაქსი, მოვიდა ტაქსი, ჩაგვაჯინენ ამ ტაქსში, წაგვიყვანენ, მივდივართ სადღაც ლამაზი სოფელი არის. ნუ ახლა ამათ სოფლები ხო ის როგორია? ქალაქ ჯობია.
მიგვიყვანენ სოციალთან იქ გაგვესაუბრა რაღაცეებზე მე წაგვიყვანენ სახლში ორ სართულიან ხო იცით გაქვთ ნანახი ხო ვინც ხართ ჩემ მაყურებლების სახლი ანუ ყველა მიცით იდეაში ჩემზე ხო ვინც მადევნებ თვალს ხო და იქ ვიყავით მოკლედ მაგ მხრივ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა ყოველ ორ შაბათს 70 ევროს გვაძლევდნენ პროდუქტები რო გვეყიდა ეს ყვაჯია ხალხი რატო შემოგესიაო რა შემომესო რას მიშლია ხელს წერონ და იკითხონ ველოსიპედები მოგვიყვანენ დავსეირნობდით ძალიან ბედნიერები ვიყავით თან სამი მეგობარი ერთად ვიყავით მე ამ ხელა სტრესს ვერ გავუძელით აგერ ცალკე მე ბობო მენატრებოდა ხო ამათ ვიღაცები ენატრებოდათ ხან ძალიან გვიჭირდა საშუალება არ გქონდა არაფრის არ ყოფნიდა ეს 70 евро ხვდები სიგარეტს რო წევ რანაირად უნდა გეყოს ხო და მოკლედ სადღაც 2 თვის მერე ჩვენ სახლში იყო ომი ჩვეულებრივი ანუ ჩვეულებრივი ომი გქონდა ხან მე ვეჩხუბებოდი ერთს ხან მეორეს ხან ისინი ჩხუბობდნენ და ასე ტრიალებდი წივილი კივილი გამიშია სამი წვიტავდით ერთმანეთს ესე იგი მე აი არ ვიცი აი ბოლოს ესე იგი ვეღარ დანახვა აღარ გვინდოდა ერთმანეთის და სადაც ვიშოვეთ ბინა საბუთები რო ავიღეთ მე ჩვენ მალე ავიღეთ საბუთები სადაც ვიშოვეთ ბინა გამოვიქეცით ოღონდ იმათგან შორს ყოფილიყავი და სად ვიყავი ნებისმიერ ადგილას წავსულიყავი და ესე შემორჩი მე ბრიუსელში და ეგენი წავიდნენ ანტვერპენში არა ერთი წავიდა ანტვერპენში მეორე ვაფშე შორს ზღვისპირას წავიდა სტენდეში არ და რეალურად არ დავშორებულიყავით ერთმანეთს კაი იქნებოდა თუ ერთად ვიქირავდით საქმე სახლს ერთად ვიცხოვრობდით აქამდე იმიტომ რომ აქ მარტო ცხოვრება არის საშინელება აქ კი არა საქართველოში არის მარტო ცხოვრება საშინელება ხო ჯვარი გწერია რამე რო დაგვემართოს არავინ არ ყავს გვერდში რომ რაღაცა ერთ ჭიქა მაინც წყალი მაინც დაგვალევიოს ხო და რავი აბა დართული არის მოკლედ ძალიან რთული არის აი თუ შენ საყვარელ ადამიანთან ერთად ჩამოხვალ მაშინ კაი არის იმიტომ რომ ერთად იქნებით და რაღაცა ან ოჯახის წევრთან ერთად უფრო გაგიადვილდებათ მაგრამ აი სულ მარტო ჩამოსვლა არის ძალიან რთული ძალიან რთული არის მე მაგალითად ამერიკაში ვამბობ წასვლას მინდა წასვლა რა თქმა უნდა მაგრამ ემიგრაციის თავი არ არსებული მე სხვა ქვეყანაში იგივე გზას ვერსად ვერ გავივლი არ არსებული არის ხალხი ეს არის როგორი რთული იცით ანუ რეალურად ეხა არაფერს არ აკეთებ ხვდები უბრალოდ ლოდინგ რეჟიმში ხარ ხო მე რას ვაკეთებდი მეც ველოდებოდი იმდენი თვე საბუთებს და ბინის შოვნას მაგრამ მარტო მაგი ეგ არ არის ისტრესები ადამიანი ძალიან ისტრესები ყველგან დაგარბენიებენ არ დაგაჯენენ ტყუილას სკოლაში უნდა იარო აქ უნდა იარო იქ უნდა იარო რაღაცა საბუთი რო გჭირდება სამ ადგილას უნდა მიხვიდე ამ ქვეყანაში არ ხდება არაფერი ესე ადვილად ძალიან რთული არის თითქმის ყველაფერი რატო რომ და ბელგიაში დარჩენ ვიგით რომ არ მინდა თანგადაც მინდა არ ყავს მოდერები ანუ მოდერები კი მყავს, მაგრამ დაბლოკვის წავართვი, რა ქვია, ფუნქცია და ესე იგი ამიჯანყდნენ და აღარც ამიუთებენ. სანამ არ დავუბრუნებ დაბლოკვის ფუნქციას. გაიხარჯემ კარგო. მეც ემიგრაციაში ვარ, საშინელება გასახლებამდე რომ მიხვიდო. ვაიმე ამ საშინელება მართლა. ძართული არა. გადასვლაზე კი ვფიქრობდი ამერიკაში უნდა წასვლა მე. და ვარკვევდი გზებს, როგორ შეიძლება წასულიყავი ამერიკაში, მაგრამ მეგობრებო. ისიც რა დამჭა მოქალაქეობის აღებამდე, ხო? მოქალაქეობას რო ავიღებ, მე სადაც მე იქ წავალ. მეგობრებო, წერონ და იკითხონ, არ მაინტერესებს, არ ვაქცევ ყურადღებას, რაც უნდა ისწერო, ყველასამ კიდე. ამერიკა, მაგრამ კაი რა თქმა უნდა, ხა ამერიკა, იქ მუშაობა მშვენიერი არის, კაი ხელფასები არის, მაგრამ უკვე აქ იმდენი გავიარე, რომ მენანება ამ ყველაფერს დატოვება.
არ ველაპარაკებ მაგას. ჯიგარი ხარ. ევროპაში, ამერიკაში მოჩა თქვენი პარპაშიო. რატომ მოჩა ამერიკაში ტრანსგენდერი ქალების პარპაში? აბა მითხარი ერთი. აბა ვის რა უკრძალენ? ერთადერთი პასპორტები შეუცვალენ ტრანსგენდერ ქალებს და ქალის მაგრად ჩაუწერენ მამაკაცი. მეტი რა პარპაში შეგიძლია ამიხსნა კონკრეტულად? გაიხარ ჩემკარგო. აი ტრანსები რაფერ მომრავლდი. თო ვაიმე შენ განახო ჩუმალა პიდარასტები რამდენი არიან? შეიძლება მამა შენიც პიდარასტი იყოს და პროსტა იმიტომ მოიყვანა ცოლი, რომ ვინმე სანთესაუში რამე არ ეთქვა და ჩუმჩუმა ტრაქში ტყნაურობდეს. ამის ალბათობა არის 100% და 50%. სქესი რა გიწერია პასპორტში, რა თქმა უნდა, ქალი მიწერია. მეხუთე დღეა, რაღა დაგჩენია 3 დღეში უკვე всё, გაგივლის ეგ ტკივილები, აღარ გექნება. არი ნერვიულო. 3 დღეს გაუძელი. ეცადე რომ გაიღვიძებ, მაშინ გაქვს ხო ყველაზე დიდი ტკივილი. გაღვიძების დროს. ვერ ვჭამ, ჩემკარგო, მე 9 დღე ვერ ვჭამდი საერთოდ. ნუ გეშინია უჭმელობით არაფერი არ დაგემართება. კი გაღვიძებისას. იცი რა ქენი? ვაიმე, ჩემო სიხარულო, ხვალ, კი, ხვალ ხო მივდივართ იქ. იცი რა ქენი? მე მაგალითად მქონდა შუშხუნა გამაყუჩებელი. როგორც კი ვიღვიძებდი, ეგრევე წყალი მედგა და ვაგდებდი ამ შუშხუნა გამაყუჩებელს. ცოტა წყალში რომ ბევრს ვერ სვამდი და ეგრევე ვსვამდი, რომ ესე იგი დაეცხვრო ეს ტკივილი, თორე გაღვიძების დროს მე ტკივილი მქონდა ჯოჯოხეთური, აი ნამდვილი ჯოჯოხეთი, რასაც ქვია. ხო და ეგ გიშველის ზანე ეგრევე გამაყუჩების ზალევა რო დალიო. წინასწარ უნდა დალიო ძილის წინ, ღამეც ამძინოს გამთენისას, მასე ვიყავი ჩემკარ. მე 9 დღე აქეთ არ ვიყავი, ანუ ამ სამყაროში არ ვიყავი 9 დღე. და მე როგორ არის ერთიანად მოგეხსნება, აი მე 9 დღეს მახსოვს დავიძინე. ვაიმე ვინ მთხოვულობდა, კაცო, ვინზე მთხოვდებოდი, ყლეზე არ მკიდია, აკრძალავენ თუ არა? რო ვიცინებდი ხოლმე ლოცულობდი, რომ ღმერთო გთხოვ ეხა რო გავიღვიძებ, არ მეტკინოს მეთქი და მე 9 დღეს მახსოვს დავიძინე, გავიღვიძე და ვაიმე არ მტკივა ყელი. ვაიმე რა ბედნიერება იყო, ღმერთო, ერთიანად მომეშვა. რა შობ, ბიჭო? ამერიკაში ეს ყლები გაეთრეთ ჩემი ლაივიდან, ძალიან გთხოვთ. წადით ირინას უყურეთ, ჩოთას უყურეთ. ჩემთან რატო შემოდიხართ, რა გესაქმებათ აქ? ქსიამოვნებს დედის მუტყვის რო გაგინებთ. მე რა მივედი შენთან ამ ქვეყნიდან. ვაიმე იცი არ მახსოვს, მე კარგად კი ვიყავი რაღაცა მახსოვს რომ ვისაუბრეთ, მაგრამ დეტალურად არ მახსოვს, იმიტომ რომ მაშინ ვსვამდი ძალიან ძლიერ წამალს. პრივეტ გვანცა. არა, მაშინ ვსვამდი ძალიან ძლიერ წამალს და რაღაცები არ მახსოვს კარგად. ვაფშე 3 დღეს საერთოდ არ მახსოვს. აი ეს ვიდეო გახსოვს პირველი რო დადის თვალებს რო ატრიალებ. ანუ ეგ 3 დღე არ მახსოვს საერთოდ. თვალებს რატო ვიკეთებ? ხედულობის დაბრუნება მინდა და მაგიტო. მადლობა შორენა. გლანდების ოპერაცია კი და ცხვირზე მაგ გასაკეთებელი კიდე ოპერაცია.
არა ვარ თქო ეს დედა მოტყნული ხო გაგეცი კაცო პასუხი და რატო შემეცით სულ ერთი და იგივე შეკითხვებით ეს დედა მოტყნული ყოველ დღე ერთი და იგივე შეკითხვები ერთი და იგივე ამოვიდა ყელში 1000 ვიდეო მაქვს ჩაწერილი ეს დედა მოტყნული სადაც ყველაფერს ვსაუბრობ იმასაც კი ვამბობ ყლე რამხელა მაქვს თუ რამე რა გადამხდენია თავზე ყველაფერი მაქვს იმ ვიდეოებში ჩაწერილი ხო შეიძლება თუ ხარ ჩემი მაყურებელი უყურო იმ ვიდეოებს ვარ და გააჯვა საერთოდ თუ არა ხარ ჩემი მაყურებელი ჩემმა მაყურებლებმა ჩემზე იციან ყველაფერი კაცო ჩემმა გამომწერება და დანარჩენება თუ არის ამ ჩემს ყლეს აგე ამშალე ნერვებს ყოველ დღე და რამხელა გაქვს შენს ტყნავ ქალთან ხარ ნამ კი დედა შენთან ვარ ნამყოფი დედა ნიკა ბერძე ჩამისახლდა უცებ სულში არის ხალხო გაფრთხილება არის სიგარეტზე გაფრთხილებაა ეს დედა მოტყნული რომ სიგარეტს რო ეწევი უბრალოდ გაფრთხილებს TikTok-ი რომ შენი ლაივი არ არის for use-ზე და არ გბლოკავენ ამის გამო უბრალოდ გაფრთხილება არის ეს დედა მოტყნული ეგ ოპერაცია შემოკარგო თურმე უნდა გაიკეთო 45 წლამდე თუ არ გაიკეთებ 45 წლამდე მე აზრი არ აქვს ნერვი აბა რობოტი კი არა ვარ კაც მეც გამაჩნია ნერვები მადლობა ფატი მაშინ რომ მქონია მე ძალიან სტრესავს სათვალე მომინდა ჯერ ცხვირი ხო გამიფუჭა და გამიფუჭა ამ სათვალე მე კიდე Twitch-ზე ფასება ხო დამაკარგია საერთოდ და რაღაცა ახქრის უნარი დამაკარგია კიდე მე ზისღება რომ ხედა არ ვიცი ჯერ არ მოვსვლია გადასახადი რო ის მოღმერთ მაინც აქეთ ამა გასაკეთებელი გასასწორებელი იმიტომ რომ ვერ სუნთქავ ხედა მადლობა დათია ეხა შემოვედუმით ხარ აი მე ის არის ეს რა ქვია ნიქსის ნომერი სადაც წერია ხალხო ამას არ წერია ნომერი ნოლოთხი ნომერი არის ნოლოთხი არის ეს ემამ მირჩია კაიაო და ვიყიდე და ცუდი არ არის მაგრამ რაღაც კომფორტული და არ არის ხვალ გავაუთოვებ კაბას ოჯახის სიწმინდის დღისთვის და ხვალ ჩემ მეგობარს მივყვები უნდა ვაყიდიო კორსეტი გოგუებო რომ ღიპუცები დამალოს